მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. შეგახსენებთ ასევე, რომ შეგიძლიათ Facebook-ზე გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე YouTube-ზე პალიტრა ნიუსის არხზე. დღეს ჩვენ ეკონომიკაზე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში. იცით რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებით ეკონომიკა ციფრებში კარგად გამოიყურება, ისინი ამით ტრაბახობენ ძირითადად, მაგალითად პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ანგარიშის წარდგენის დროს ირაკლი ყობახიძემ ასეთი რამ თქვა: ციფრები არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, პასებში ჰქონდა ხარვეზები და ასე შემდეგ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7-1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ რა ანგარიში დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის, მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, სუბიექტურად, არამედ რა ანგარიში დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის. როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული 1 წლის საანგარიშო პერიოდში, თქვა ყობახიძე. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3.9 მილიარდი დოლარით გასული 1 წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი, ამბობს ყობახიძე. პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104.6 მილიარდი ლარი. მინდა შეგახსენოთ, თქვა ყობახიძემ, რომ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდ ლარზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა. დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე საშუალო წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს ის 38 მილიარდია, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი, განაცხადა ყობახიძე. როგორ აისახება ეს ციფრები და რამდენად რეალურია ეს ციფრები, ამაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. ჩვენი სტუმარი იქნება ეკონომისტი და პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს წევრი ნიკა ალავიძე, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა ბატონო ნიკა. თუ გესმით ჩემი? ესმის ბატონო ნიკას ჩემი? ბატონო ნიკას მე მგონი არ ესმის ჩემი? დიახ, მესმის. გესმით? გესმოდათ ის რაც წავიკითხე, არ ვიცი რამდენად გესმოდათ ირაკლი ყობახიძის ანგარიშიდან. სამწუხაროდ მომისმენე პირველ რიგში დიდი ბოდიში მე რომ ეს რაღაც სუდად დამემთხვა და ფიზიკურად ვერ მოვასწარი მოსვლა თქვენთან და ბოდიშს გიხდით თქვენს და თქვენს მაყურებელსაც რომ ესე არა უშავს. ნუ პრინციპში მე წავიკითხე ირაკლი ყობახიძის გამოსვლიდან ნაწყვეტი პარლამენტში, სადაც ის საუბრობდა შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდაზე, იმაზე რომ 100 მილიარდს გადაცდა ეკონომიკა, იმაზე რომ 2020-თან შედარებით გაორმაგებულია ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები და ასე შემდეგ. ეს მოსმენილი გექნებათ ახალი არა მოსმენილი მაქვს, დიახ, ეს მოსმენილი მაქვს. აი ციფრებში მართლა შთამბეჭდავად გამოიყურება ყველაფერი. რის ხარჯზე არის ასეთი ზრდა ეკონომიკური, თუ მართლა არის ასეთი ეკონომიკური ზრდა, თუ იქნებ ფიქრობთ რომ არ არის რეალური ეს ციფრები? პირველ რიგში მოდით ამ გამოსვლიდან მოყვანილ ციფრებს ეს მარტი მომრავლება დავშალოთ და ვეცადოთ რომ დავინახოთ სად არის ჭეშმარიტება და სად იმალება პროპაგანდა. თლიანობაში თავიდან ბოლომდე ეს იყო კარგად პროპაგანდისტულად შეფუთული ნარატივი, რომელიც რა თქმა უნდა ბატონ ამ ციფრების განცხადებელი არ არის ეკონომისტი და არ სტატისტიკოსი, ხო ვიცით ის სხვა უნარებით არის უფრო კარგად და მკვეთრად წარმოდგენილი. მაგრამ როგორც აი ამ პოზიციიდან, როგორც ქვეყნის მმართველის პრემიერ-მინისტრის თუ რაღაცის ამ პოზიციიდან ამ ინფორმაციის გაჟღერება წარმოადგენდა შეიცავდა ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს
დადებით ციფრებს, სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც შეგროვებულია და რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელიც რეალობაც გვინდა რომ დაგვანახოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ. ციფრები თავის მხრივ არ იტყუება. დიახ, ნამდვილად 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბა მთლიანმა შიდა პროდუქტმა. ეს არის ბრუნვა, თუმცა სტატისტიკა, იგივე სტატისტიკა არ გვეუბნება ზუსტად რამდენი იყო ერთიანი ეროვნული პროდუქტი. ანუ ეს GDP ჩვენ ვიცით და არის ასევე GNP ესეთი სახით, რა, gross national product. ანუ რაც მთლიანობაში შეიქმნა უფრო დიდი ბრუნვით, რაც რეალურად ქვეყნის გარედან შემოვიდა და რაც ქვეყნის გარეთაც გავიდა. GDP-ს და ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის და რომელიც 104 მილიარდი იყო 2025 წელს და ედრება 2020 წელს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავის და იქნებოდა, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს შედარების ობიექტი, საბაზისო მონაცემი იყო ის თავისთავად ძალიან დაბალი, იმიტომ 2020 წელი იყო პოსტპანდემიური პერიოდი, შესაბამისად ისეც დაბალი იყო და ეკონომიკა იყო ამ პანდემიური კრიზისის გამო შეკუმშული და შესაბამისად აქტივობაც უფრო დაბალი. რა თქმა უნდა, ამ პერიოდთან შედარებით 2024 წლის მერე სხვა ფაქტორებიც ამუშავდა. ერთი რომ საერთაშორისო დახმარებების დონე ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩვენი ეკონომიკის ზრდა ამან მნიშვნელოვნად დააჩქარა. მეორე 2022 წლიდან იყო ასევე ძალიან შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის აგრესიული შეჭრის მხრიდან გამო უკრაინაში. სამდღიანი ომი იყო გახსოვთ ხო, რომელიც 5 წელიწადზე მეტია გრძელდება. აი ამ აგრესიული ომის გამო გლობალურმა გეოპოლიტიკურმა და გლობალურმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ჩვენს რეგიონში ჩვენზე სამწუხაროდ თუ დადებითად ამას ორი მხარე აქვს და იმოქმედა ეკონომიკური ზრდის დადებითი კუთხით, იმიტომ რომ ძალიან მასიურად გაიზარდა მიგრაციული მომენტები რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რაც როგორც ფიზიკური პირების, კომპანიების, მათი აქტივების, ბიზნესის, ახალი ლოჯისტიკური ღერძის და ასე შემდეგ გადმონაწილება მოყვა. შესაბამისად, ასევე ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეგრეთ წოდებული სანქციების არიდების რისკებიც და ამ რისკებით გაჩენილი ახალი ბიზნეს წყალებში შესაძლებლობები, რაც რა თქმა უნდა ასევე აი ამ ჯამურ ბრუნვაში აისახება და აქედან გამომდინარე ამ განცხადებას რო დავუბრუნდეთ, დიახ, 104 მილიარდი ნამდვილად არის. დიახ, 2020 წელთან შედარებით ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ზრდაა. სამწუხაროდ რატომ? ჩვენ სამწუხაროდ, იმიტომ ჩვენ საუბრობთ ნომინალურ ზრდაზე, ჩვენ საუბრობთ შედარებას ვაკეთებთ ძალიან დაბალი ბაზისიდან, როცა ბუნებრივად ეს დაბალი იყო ეს და ობიექტურად რომ შევაფასოთ ეს ზრდა, მხოლოდ სტატისტიკური მონაცემებით, ან ნომინალურიდან რეალურზე გადავიდეთ, აქ უნდა ჩავთოთ სხვადასხვა მონაცემები, ეგრეთ წოდებული ზრდის მულტიპლიკატორი უნდა შემოვიტანოთ, უნდა შემოვიტანოთ ინფლაციის ეფექტი, უნდა შემოვიტანოთ კურსთაშორისი სხვაობის ეფექტი, ზრდა რა თქმა უნდა ისევ იქნება, მაგრამ რეალური ეკონომიკა არა 104 მილიარდი გამოვა, აი 2020 წელთან შედარებით, არამედ ნომინალურიდან რეალურის გადაყვანილი, რომ დავაკლოთ ეს არითმეტიკულად ეს მონაცემები, ეკონომიკის ზრდა, რეალური ეკონომიკის ზრდა 3.5 ჯერადი კი არ იქნება 2020 წელთან შედარებით. ამით შესაძლებელია 2 ჯერადი იყოს, 2.5 ჯერადი იყოს მაქსიმუმ. 70-72 7.4-7.2 მილიარდი ლარის ფარგლებში შეიძლება იყოს 10.4-ის მაგივრად. ამ შემთხვევაში ობიექტური სურათი რომ დავინახოთ, თუმცა ობიექტურია რა თქმა უნდა ზრდა, ფიზიკურად შედგა, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ კარგად დავინახოთ რა იზრდება, რის ხარჯზე იზრდება და ვისთვის იზრდება და რამდენად მდგრადია ეს რას ცulis აი ზუსტად აი ეს ირაკლი კობახიძე ამბობს რომ თქვენ ეხა ფეხბურთ გუნდმა თუ 7-1 მოიგო, მერე შეგიძლია აკრიტიკო რომ ეგ პასის არასწორად მისცაო, ცუდად მისცაო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ტაბლოზე 7-1 წერიაო? კი ბატონო, აქ ჩვენ რა თქმა უნდა კრიტიკაში არ გავდივართ, ეს კრიტიკის ტონით არ საუბრობ, მე მინდა ობიექტურად დავინახოთ, ხო, რას ცulis. ფეხბურთთან შედარებაც ძალიან თითქოს კარგი იყო, მაგრამ ამ შედარებას მე მაგალითად არ გავიზიარებდი, ტექსტის დამწერებს უსაყვედურებდი ამ ფეხბურთს, იმიტომ ფეხბურთს თუ ვადარებ და 7-1 და ტაბლო და ასე მოდი ასევე დავაკონკრეტებდი
გავუკეთოთ, ვის ვეთამაშებით? ანუ 7-1 მოუგეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ მოქალაქეებს მოუგეთ? ანუ ამ 7 გატანილი გოლიდან რა გოლები გავიდა? ანუ საეჭვო 2-3 პენალი და ასევე დანარჩენი 4 ავტოგოლი და ეს შედეგი თამაშის ხარისხი როგორი იყო ამ თამაშს თუ ვადარებთ? ანუ ასე უნდა გავიწოთ, იმიტომ ამ კონტექსტში მე ესე წავიკითხო, რომ ამ თამაშით მოუგეთ საკუთარ თავს მოსყიდული მსაჯებით, ავტოგოლებით და საეჭვო პენლებით. ზუსტად მხოლოდ ამ კონტექსტში შეიძლება ამ შედარების გაკეთება. იმიტომ რომ რატომ ვფიქრობთ, რომ ასე რატომ და კი აი დავაკმაკეწავა. ან 100 მილიარდი ლარის გაზრდილი ეკონომიკით ჩვენ რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ, რომ ამ 100 მილიარდ ლარიან სტაბილური ზრდის მქონე ეკონომიკაში ჩვენ ვაკვირდებით ფაქტებს, ფაქტობრივად ვილაპარაკოთ. ჩვენ გვყავს 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი 3.5 მილიონი მოსახლიდან, 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი დგას რიგში რეგისტრირებულია, რომ მიიღოს სოციალური დახმარება, 3.5 მილიონიდან შრომის უნარიანი ადამიანი ასაკიდან და შესაძლებლო ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე თითქმის 1,200,000-მდეა. აქედან დასაქმებულია ან თვითდასაქმებული ან საერთო სტატისტიკაში არის მილიონი, საიდანაც იგივე ამ განცხადებაში გვამცნეს, რომ საშუალო ხელფასი 2,300 ლარს აღემატებაო. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სწორი ციფრია, მაგრამ შემყვანია შეცდომაში, იმიტომ რომ საშუალო მონაცემი ითვლება მთლიანი მონაცემები გაყოფილი მთლიან დგენაზე. აი ხელფასებზე რა თქვა, წავიკითხავ ამასაც თქვენის ნებართვით რა თქვა ხელფასებზე 2025 წელს საშუალო ხელფასმა 2,283 ლარი შეადგინა, 2020 წელს კი 1,191 ლარი იყო, 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებული, ესეც არის უტყუარი ნიშანი, რომ ეკონომიკური და პირდაპირ აისახება სოციალურ მდგომარეობაზე. ანუ ის რო არ აისახება ორმამობდო, ეს ასე არ არის. ამის დასადასტურებლად მან კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა, ეს ეხება საშემოსავლო გადასახადებს. მან თქვა 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1,764 მილიონ ლარს, 2020 წელს 3,326 მილიონ ლარს და შარშან კი 8,261 მილიონ ლარს იხდის. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის და პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე. ანუ საშემოსავლო გადასახადი რო მოგეხსენებათ ხელფასი იკვითება. ანუ დასაქმებულების რაოდენობაც გაიზარდა, რადგან საშემოსავლო გაიზარდაო რა. აი სწორედ ამაშია ციფრები ფაქტობრივად რეალურად მართებულია, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით ზუსტად იმ მდგომარეობას, აი არაჩვეულებრივი გამოფენის გენიალური ფილმის გენიალური ეპიზოდია, ხო? აი თვალი გავს, ხვირი გავს, პირი გავს, მაგრამ ჩემი პლატონი თუ არქიპო არ არისო. ზუსტად ამ მომენტის შედარება მოუხდებოდა ამ ყველაფერს. მოვიდით შევხედოთ. საშუალო ხელფასი ისევ და ისევ 2020 წელთან შედარება არასწორი ბაზაა, იმიტომ ეს არის პანდემიური პერიოდი, სადაც ეკონომიკა იყო მნიშვნელოვან დაბალ ნიშნულზე. ამიტომ ეს არასწორი შედარებაა. ერთი. მეორე, საშუალო ხელფასი დიახ გაიზარდა, მაგრამ საშუალო ხელფასი უხეშად მილიონი დასაქმებულიდან ისევ და ისევ საქსტატის მონაცემებია, რომელიც აქვეყნებს საშუალო ხელფასს, მაგრამ რაც არის მცდარი მონაცემი, მაგრამ არ აქვეყნებს საშუალო მედიანურ ხელფასს. მედიანური ხელფასის გაანგარიშება არ არის იდეალური, მაგრამ უფრო ობიექტურია, მიმსგავსებულია, უფრო ახლო არის ობიექტურთან. ამიტომ ანუ საშუალო ხელფასი იზრდება, თქვენ ფიქრობთ იმის ხარჯზე, რომ ვიღაცებს აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, ხო? კი ბატონო. ეს მედიანური რა არის, ზუსტად რო ავხსნათ ასე ვთქვათ. მედიანური ხელფასი ითვლება მაქსიმალური ხელფასის მიმღებების საშუალო მონაცემიდან და მინიმალური ხელფასის მიმღებების სტატისტიკური რაოდენობიდან გაყოფილი შუაზე. ამ საშუალოდ, გასაშუალოებით. ჩვენთან დასაქმებული არის თითქმის უხეშად მილიონი ადამიანი, ვინც ან დასაქმებული, ან თვითდასაქმებული, ითვლება დასაქმებული. აქაც კიდევ შეიძლება ბევრი სიღრმისეში ვერ ჩავდივართ, მაგრამ საქსტატის მონაცემებით. აქედან გამომდინარე, ეს მილიონი ადამიანი იყოფა იმ გაცემულ სახელმწიფო ფონდზე, რომელიც არის მაგალითად 100 ადამიანი როა დასაქმებული და 100 გავყოფთ 100-ზე, გამოდის საშუალო ხელფასი 1, ხო? 1 ლარი ამ შემთხვევაში.
ეს არ ნიშნავს 100 დასაქმებულიდან 100-ვე ყველა იღებს თითო ლარს ხელფასს. 100 დასაქმებულიდან შესაძლებელია 5 ადამიანი იღებს 95 ლარს, ხოლო დანარჩენი 95 ადამიანზე ნაწილდება დარჩენილი 5 ლარი, ზოგზე 1 თეთრი, ზოგზე 10 თეთრი, ზოგზე 20 თეთრი. ეს არ ნიშნავს, რომ საშუალოდ ყველა ადამიანი მეტნაკლებად თანაბარი მისვლის. ანუ თანასწორობა აქ ძალიან დარღვეულია. ამიტომ საშუალო მონაცემი შესუმაში შემყვანია. იგივე საშუალო მონაცემიდან გამომდინარე ითვლება საშემოსავლო გადასახადიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მილიონი ადამიანზე მეტნაკლებად თანაბრად არის. მედიანური მონაცემით, რომელსაც სამწუხაროდ საკითხი არ აქვეყნებს, მაგრამ აქვეყნებენ ანალიტიკოსები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ შემდეგ, მედიანური ხელფასი უხეშად არის 1800-დან 1600-დან 1800 ლარამდე, რაც მეტნაკლებად უფრო ახლო არის რეალობასთან. ეხლა წარმოვიდგინეთ, ანუ საშუალო ხელფასი არის 2283 ლარი, თქვათ 2300 ლარი და მედიანური არის 1000 რამდენი? და 1600-დან 1800 ლარი. ეს უხეშად არის 800 ლარი. რა, დიახ, მაგრამ აი ეს რატომ არის უფრო კარგი ინდიკატორი ჩვენ რო გათვლა გავაკეთოთ. მოდი ჯერ ამ საშემოსავლოს დავუბრუნდეთ ისევ საშუალოდან. თუ ამ სტატისტიკას ავიღებთ, საქსტატ უფრო რომ ჩაუღრმავდეთ პირდაპირ არ აქვეყნებს და ბევრი ქექვა ჭირდება და 2025 წელს ეს ქექეთ და მანამდეც 2019-20 წლებში ამას კარგად ვქეკავდით, არის ესეთი ქონების გადასახადი. ეს არის ნებაყოფლობითი გადასახადი თქვენი დეკლარაციიდან, თუ თქვენ ამბობთ, რომ თქვენი ოჯახის შემოსავალი წელიწადში აღემატებოდა 40000 ლარს, თქვენ ავსებთ ქონების დეკლარაციას, იქ შეგხავთ თქვენი არსებული ქონება, უძრავი ქონება, ავტომობილიც დაემატა და იხდით შემდეგ გადასახადს 1%-ს. ამ ქონების ღირებულებიდან. ამ ქონების გადასახადს ამ ქვეყანაში სტატისტიკურად და სტაბილურად უხეშად იხდის 38-დან 39000-მდე ადამიანი წლების მანძილზე. ანუ ეს რა გამოდის? მილიონი ადამიანი დასაქმებულიდან, ესე იგი, მათი ხელფასი 2500 ლარს აღემატება და საშუალო ხელფასიო, ხო, რაღაცა და 8 მილიარდს იხდიან საშემოსავლოს, ესე იგი, მილიონიდან 40000 ადამიანი იღებს მარტო 40000-მდე ადამიანი იღებს მარტო 40000 ლარს პლუს 1 თეთრით შემოსავალს, ანუ არითმეტიკულად თან ეს 40000 ლარი როგორც ვიცი მე ოჯახზე ითვლება, ანუ ერთი ადამიანი კი არა, ორი უნდა იღებდეს მინიმუმ. შემოსავლის ნაწილზეა, ანუ აქედან გამომდინარე ეს ციფრები უკვე ერთმანეთს ანუ მილიონი დასაქმებული და 40000-მზე ნაკლები ადამიანი, ვინც აღიარებს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში 40000 ლარზე მეტ გადასახადს იღებს, ხო უკვე აღარ არის. ჩვენ თუ გამორიცხვის მეთოდით წავალ და ამ საშუალო ხელფასის დას შევაფასებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად 5ჯერ და 6ჯერ გაიზარდა მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები და პარლამენტარების ხელფასები. თან ჩვენ არ დაგვაუწყეს, რომ დათვლა არასწორია მხოლოდ მათი დარიცხული ხელფასის აღრიცხვაში, მათ წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალში. მათ ასევე ემსახურებათ პირადი ავტომობილები, იღებენ რაღაცა სხვადასხვა შემწეობებს, დაზღვევას, ასე შემდეგ და ეს ყველაფერი გროვდება მათ საერთო შემოსავალში. ეს არის დარიცხული 16000 ლარი კი არ გამოდის, რაღაც 20000 შეიძლება 22000 ლარამდეც ავიდეს გროს დარიცხული ხელფასი. ამ უმცირესობის, რომელიც მილიონი დასაქმებულიდან, მაგალითად შეიძლება ესეთი ძალიან მაღალი საჯარო სექტორიდან, რაღაც არ ვიცი, ალბათ შეიძლება 1500 ადამიანი იყოს, შემდეგ მაღალანაზღაურებადი დასაქმება არის ფინანსური და ICT სექტორი, რომელიც ასევე დაახლოებით 20-30000-ზე მეტ ადამიანს ფიზიკურად სამწუხაროდ არ ასაქმებს და მივდივართ უკვე მასიურ დასაქმებაზე, სადაც საშუალო ხელფასი უკვე საშუალო აი ამ თითქმის 600000 ადამიანზე მეტის ხელფასი უკვე არის 1000 ლარზე ნაკლები სამწუხაროდ. ეს თემა ის ადამიანები რა თქმა უნდა მედიანური ხელფასი რამდენი გამოვიდა თქვენ მითხარით 1600 ხო? უხეშად, აი ეს არაოფიციალური წყაროებით, რაც შესაძლებელია მარტივად მოგეკოთ რამოდენიმე საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კომპანიის კვლევებიდან 1600-დან 1800 ლარის ფარგლებში გამოდის. შესაბამისად, მაგრამ აქ ჩდება შეკითხვა, ბატონო ნიკა, რომ ეს მედიანური ხელფასიც ხო გაიზარდა 2020 წელთან შედარებით? 2020 წელთან შედარებით, ან 2019 ავიღოთ მაგალითად, არ ვიცი. 2019, ანუ მოდით ათვლა გავაკეთოთ. ანუ ზრდა ხო აქაც არის ამას გულისხმობ.
ბოლო 30 წლის განმავლობაში გავაკეთოთ გათვლა. ხო, ანუ ჩვენ რა გვინდა ობიექტურად დავითვალოთ. ხო, 90-იანი წლებიდან დღემდე საშუალოდ ეკონომიკა კი რომ გავასაშუალოთ ეს 30 წლიანის და 5.2% გამოგვდის წლიურად რომ იზრდება ეკონომიკა. ანუ ამ 4 წლის 2022 წლიდან როცა იწყება რეალური ამ შემთხვევაში მანამდე 2007 წელს იყო მაქსიმალური ზრდა ეკონომიკის და რეალური უცხოური ინვესტიციების შემოდინებას რაზეც რის ინერციითაც აქამდე მოვდივართ 2012 13 14 15 16 წლების ნაწილში ტრენდი არ იყო მაინც და მაინც კარგი და შემდეგ იყო რაღაც ბევრი კლება იყო რაღაც მცირედი გეზდებიც მაგრამ 2020 წელს იყო პანდემიის პერიოდი და იყო საშინელი ვარნა ჩვენ ქონდა ნეგატიური ზრდა და ასე შემდეგ ამიტომ ამ პერიოდთან შედარება რაც არ გვაძლევს კარგს. თუ ჩვენ გინდათ 10 წლიანი პერსპექტივა ავიღოთ, გინდათ სიცხლიანი 9 წელი პლუს შემდეგ ბედნიერი 14 წელი პერსპექტივა ავიღოთ, აი ეს 22-23 წელი რო ავიღოთ, საშუალოს და ეკონომიკის, აი გასაშუალო ამ არითმეტიკული საშუალო 5%-ზე, 5.9%-ზე მეტი არ გამოდის, არ გამოვა. აქედან გამომდინარე, რა მოგცა ამან, ხო, აი ეს და რისთვის უნდა გამოვიყენოთ. უნდა გამოვიყენოთ იმაში, რომ ჩვენ შევქმნით რაღაცა ღირებული, რომ ვიყავოთ უფრო კონკურენტუნარიანები, გავაკეთეთ უფრო კონკურენტუნარიანი ინფრასტრუქტურა, უფრო გავზარდეთ ჩვენი მაგისტრალების გამტანურანიერობა, დაკავშირებადობა გაიზარდა, ხო, საპორტო ინფრასტრუქტურა გავზარდეთ, რაღაცა ისეთი გავაკეთეთ, რომ რეგიონში უფრო მეტი დოვლათი შევქმნით, ციფრული ტრანსფორმაცია უკეთესად გავაკეთეთ, კონკურენტუნარიანები გავხდით, ასეთი მყარი ეკონომიკური ზრდის პროცესებში მოვიზრდით უფრო მეტი ინვესტიციები უფრო სანდოები გავხდით. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ამ ასეთი გლობალური ზრდების გენიალური ზრდების პარალელურად რეალურად გუმცირდება საერთაშორისო ინვესტიციები, ეს მარტო ფულადი მოცემულობა არაც, ეს არის არ განხორციელებული პროექტები, სამომავლო. მაგალითად, ჩვენ სამეზობლოში ვხედავთ, ხო, იქ რაღაცა გრანდიოზული დატა ცენტრები იხსნება, რაღაცა ახალი ინფრასტრუქტურა კეთდება, რომ უფრო მეტად ჩაერთოს ამ საერთაშორისო ვაჭრობაში ეს გეოგრაფია და გეოპოლიტიკა დგენელი შეიძინო ჩვენ ამ 100 მილიარდიან ზრდაში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რა წილია ინვესტიციის სამბრუნვიდან ანუ ამ 100 მილიარდიანი ზრდიდან რაღაც 60-65%-ზე მეტი მოდის მოხმარებაზე ანუ ხელფასების ნაწილი ძალიან დაბალი გამოდის ამ ნაწილში გადანაწილებული დასაქმებული რეალური დასაქმება უფრო ნაკლები შეიქმნა კონკურენტუნარიანობა ვერ შევიძინეთ ვერანაირად თუმცა აი რომ დავაკვირდეთ საცობში ხო დიდი ხანი გვიწევს დგომა ყოველი მეორე მანქანის საშუალო საბაზო ღირებულება აღემატება 300,000 ლარს ხო ეს არის ძალიან ესე ძვირადღირებული მანქანები და სტატისტიკაც გენიალურია 1500-ზე მეტი პორშეა გაყიდული 500-ზე მეტი ბენტლი რავი როლს-როისი და ულტრა ძვირადღირებული ავტომობილების პარკი ამ სტატისტიკით საქართველოში დარეგისტრირეთ არის სასწაულად გაზრდილი. საშუალო ღირებულება ერთი ავტომობილის აღემატება 350,000 ლარს. ხო და გამდიდრებულან ქართველები ბატონო დიკა და ვერ გაგვიგია. ავტოპარკზე კი მთლიან ავტოპარკზე ამას გადავანაწილებ და რა თქმა უნდა საშუალო ღირებულება პირობითად რა ვიცი მილიონი მანქანიდან შეიძლება მივიღოთ რომ საშუალო ღირებულება ავტომობილების კონდეს რაღაც 70-80,000 ლარის ფარგლებში. მაგრამ რეალურად ქუჩაში რო ვაკვირდებით, თლათ ასე კარგადაც არ ჩანს, ხო? ყველა ბენტლით და ყველა ახალი თუნდაც ახალი მაღალი ხარისხის Toyota Corolla-თი ან Camry-თ არ დადის, ხო? რაღაც საშუალო ფასის 60-80,000 ლარის ღირებულებაში რომ იყოს. აქედან გამომდინარე, ეს ინფორმაცია არის ცოტა კი არა, შეგნებულად შეცდომაში შემყვანი. პირველ რიგში ბაზისი არის აღებული შეგნებულად ყველაზე მინიმალური მწვავე პანდემიის დროს, როცა მინიმუმზე იყო დასული ეკონომიკური აქტივობები და ჩვენ ვიყავით ძალიან დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებებზე და ეს საერთაშორისო დახმარება იმ ქვეყნებიდან, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას ყავს მტრებად ოფიციალურად გამოცხადებული, დასავლეთის სამყაროზე მაქვს საუბარი, შემდეგ აღდგენა, რა თქმა უნდა, ისევ ამ საერთაშორისო დახმარებების მიხედვით დაიწყო თითქმის ყველა დარგში, ხოლო 2022-23 წლის მერე ჩვენ ვხედავთ ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარებებიდან გამომდინარე, რაც არ არის სისტემური ინსტიტუციური ნაწილი. ამაში ჩვენ ამ 100 მილიარდიდან თუ 70-დან თუ 80 მილიარდიდან ინვესტირება არ გაგვიკეთებია, რომ უკეთესად გავაკეთოთ. უფრო მეტი ხელფასი, უფრო მეტი დასაქმებული ამ ქვეყანაში არ გაჩნდა
უფრო მეტ ხელფასს დასაქმებული ადამიანები სამწუხაროდ არ იღებენ და თუ კი ეს შემოსავალი არის, ამას უფრო მეტად უსწრებს ინფლაციური მომენტები. ამ 104 მილიარდში რამდენია 2020 წელთან შედარებით მაშინ არსებული ინფლაციური მომენტები და კურსთან შორის სხვაობები. აი ეს ყველაფერი რომ დავაკლოთ, ჩვენ კიდევ უფრო მცირე თანხას ვიღებთ, მაგრამ 2020 წელსაც სამწუხაროდ უკვე ძალიან მკაფიო იყო ეს ექსკლუზიური გადანაწილება ეკონომიკის, რომელიც პანდემიის შემდგომ პერიოდზე, განსაკუთრებად უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო ეს დაშორება, დისტანცია ჩვეულებრივ მოკვდავებსა და არაჩვეულებრივ რჩეულებს შორის გაიზარდა სამწუხაროდ მნიშვნელოვნად. ბოლო წელიწადნახევარში კიდევ ერთი ბიუროკრატიული ხარჯიც დიდი ბოდიში და ამან ეს საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო გადაწყვნა. ხო, ნუ საშუალო ხელფასზე ბევრი ანეკდოტი არსებობს, მე განსაკუთრებით მიყვარს ეს, რა ქვია, თქვენ რო ხორცი ჭამოთ და მე კომბოსტო საშუალოდ გამოვარო ორივემ ტოლმა ვჭამეთო, მაგრამ შეიძლება ტოლმა არც ეს არ გვიჭამია, ხო? ზუსტად ასეა. მაგრამ ერთი კიდევ საინტერესო საკითხი წამოჭრა უკაცრავად ირაკლი კობახიძემ, არავითარი პირდაპირ კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს. ის ამბობს ასეთ რამეს, მაგალითად ამბობს, რაც შეეხება ევროინტეგრაციის გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე, ყველაფერს აქვს თავისი პლუს მინუსები. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, იყო არაერთი კამპანია წარმოებული მასთან დაკავშირებით, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც აცეს. რეალურად ჩვენ რომ გადავხედოთ მონაცემებს 2003 წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინ გაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამ წლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლის განმავლობაში, ამ ქვეყნების ეკონომიკა ზოგ შემთხვევაში ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა 2-ჯერ, ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ, 4-ჯერ და მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 7 მაგი ზრდა ნომინალური ეკონომიკის. ჩვენ თუ გადავხედავთ საქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენი ნომინალური ეკონომიკა გაიზარდა 20-ჯერ, ამბობს ირაკლი კობახიძე, ანუ ევროკავშირის გარეშე უფრო კარგად ვიზრდებითო დაახლოებით. ტაში ამხანაგებო, ტაში აი ეს ზუსტად იმსახურებს, ზუსტად ამხანაგებო ეს ძალიან ბევრი მედლიანი, ჩინ მედლებიან ამბავს. პირველ რიგში ისევ და ისევ, მოდი თქვათ, დიახ, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 20-ჯერ, 30-ჯერ და 150-ჯერ და ევროკავშირის ეკონომიკა გაიზარდა უფრო ნაკლებად, მაგრამ ბაზა, ათulis ბაზისი, საიდან ვითვლით, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა მთლიანობაში, მთლიანად ჩვენი ეკონომიკაზე ის პატარა ზრდაც 1%-იანი. არა, ეს ეკონომიკურ ზრდა, ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდაზე არ ლაპარაკობს, ევროკავშირის წევრობასთან კორელაციაში ეს ლაპარაკო, ეს ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს მაშინ რო გაწევრიანდნენ იმ ქვეყნებზე, ანუ ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი. ეს არის ინფორმაცია, დიახ, მე ურჩევდი ბატონს რომ კარგად გადაამოწმოს ხოლმე თვითონ ეს ფაქტები, რასაც მას მისი, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ჩევლები უწევენ. იმიტომ ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია, სამწუხაროდ ძალიან ადვილად გადამოწმებადი. კორელაციის კოეფიციენტი არის მათემატიკური ფუნქცია და ძალიან მარტივად ითვლება, არ ჭირდება რაღაც ესეთი მარტივი არითმეტიკული განტოლებით. ეს ძალიან კარგად ახსნა ძალიან კარგმა ეკონომისტმა ბატონმა ზაზა ბროლანძემ. ანუ კოეფიციენტი, კორელაციის კოეფიციენტი იმ ქვეყნებისთვის, ვინც ევროკავშირში აი ამ წლებში გაწევრიანდა, აღემატება 2.5%-ს, რაც არის საშუალოზე ბევრად მაღალი მდგენელი იმ მოკლე პერიოდში, რაც ამ ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ განიცადეს პირდაპირ ირიბად საშუალო და გრძელ ვადაში, რომელიც ასევე მეცნიერული გათვლის სუბიექტია. და ეს ასე დავხსნათ, მოკლედ შესაძლებელია. ეს რას ნიშნავს, რომ სხვა შემთხვევაში, რომ მათ იგივე ზრდის ტემპით გაეგრძელა, იგივე ქმედებებით, რეფორმების გატარების, ეკონომიკური პროცესების მიხედვით, რომ იგივე მდგომარეობაში გაეგრძელებათ ინტეგრაციის გარეშე მათი საქმიანობა, მათი ეკონომიკა 2.5-ჯერ ნაკლებით გაიზრდებოდა, ვიდრე მათი ამ სისტემაში სრულყოფილი ინტეგრაციის შედეგად გაიზარდა. ანუ ზრდის ტემპი და კოეფიციენტი ამ ქვეყნების არითმეტიკული მონაცემებზე დაყრდნობილი ფუნქციებით 2.5 არის ეს კოეფიციენტი, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე უნდა დავითვალოთ არა მარტო ის, რომ მათი GDP მაგალითად ევროკავშირის გაწევრიანებამდე იყო 64 მილიარდი ევრო პირობითად. აი ერთ-ერთი ქვეყნის, რომელსაც ესენი ამბობენ, 3-ჯერ დიდი იყო ჩვენ GDP-ზე. არამედ მათი საწყისი ბაზისიც კი
განსხვავებული იყო ამ შესვლის და საწყისი ბაზისიდან გამომდინარე მათი 1%-იანი ზრდა მინიმუმ 20 ჯერ აღემატება ჩვენ 20 ჯერად ზრდას. გასაგებია. მადლობა დიდი. პირებულებებით. მადლობა დიდი. ნიკა ალავიძე იყო ჩვენი სტუმარი, პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს წევრი. ჩვენ გვექნება რეკლამა, რეკლამის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, არსებობს თუ არა კორუფციული გარიგება ნავთობპროდუქტ იმპორტიორ კომპანიებსა და ხელისუფლებას შორის, ანუ რატომ არ იკლებს საწვავის ფასი, როცა მსოფლიო ბაზარზე დაკლებულია, ვასო ურუშაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მაშასე რეზიუმე დაბრუნდა ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ საწვავის ფასზე ვისაუბრებთ. ნაციონალური მოძრაობის წევრი, კორუფციის მკვლევარი ვასო ურუშაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებასა და ნავთობ იმპორტერებს შორის კორუფციულ გარიგებასგან გვაქვს საქმე, რადგან მსოფლიო ბაზარზე ნავთობი იაფთება, ჩვენთან ბენზინი და დიზელი არ იაფთება. მივესალმებ ვასოს, გამარჯობა. პრინციპში ეს პრობლემა ახალი არ არის. წლები ასე არის ხოლმე, რომ როცა იქეთ ძვირდება ჩვენთან ეგრევე ძვირდება, მაგრამ როცა იქეთ იაფთება, ჩვენთან ურმის ჭრიალით მიდის გაიაფება და სადღაც არ ვიცი, ერთ თვეში თუ ორ თვეში იწურო. და ამბობენ რომ ის იმიტომ რომ ძვირი გვაქვს ნაყიდი და სანამ ის არ გამოგველება ვერ გავაიაფებთ. ეს ახსნა არ არის შენთვის საკმარისი? არა, რა თქმა უნდა, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს. საწვავის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ნავთობპროდუქტების ფასი განაპირობებს არა მარტო იმას, რომ ადამიანებს უწევთ იმაზე ძვირის გადახდა, თუმცა მის რეალური საბაზრო ღირებულება არის ბენზინგასამართ სადგურებზე და ეს ეხება თითოეულ ადამიანს, ვისაც ყავს ავტომობილი და მოიხმარს საწვავის სახით ბენზინი, იქნება ეს დიზელი ან თუნდაც თხევადი აირი და ეს ეხება ასევე საუბრობს ხოლმე ხელისუფლება გაძვირებულ ცხოვრებაზე და გაძვირებულ პროდუქციაზე, ეხება იმ კომპანიებსაც, რომელი კომპანიებიც არიან საქართველოში დაკავებულები დისტრიბუციით, გადაზიდვებით და სხვადასხვა კომერციული საქმიანობით, იმიტომ რომ ნავთობპროდუქტების ფასი და ლოგისტიკის ხარჯები პირდაპირ აისახება ხოლმე სხვადასხვა პროდუქციის ღირებულებაზე, როცა გამოდის ხელისუფლება და საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია მათთვის ფასები სხვადასხვა სასურსათო პროდუქციაზე, მომსახურების სერვისებზე და ამ დროს დუმს მაშინ, როცა ნავთობპროდუქტების ბაზარზე საერთოდ გაურკვეველი და გაუგებარი რამ ხდება და ხდება ის, რომ ჩვენ გვახსოვს შორს რომ არ წავიდეთ და მართალია ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი, წლებია სამწუხაროდ ამ ხერხს მიმართავენ ნავთობიმპორტიური კომპანიები, როცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი იზრდება როგორც ნედლი ნავთობის ბარელის ფასი, მერე იზრდება ნავთობპროდუქტების ფასი, ეგრეთ წოდებული პლაცის, რითაც ივაჭრება საერთაშორისო დადგენილი ფასი ლონდონის ბირჟაზე ბენზინის, დიზელის და სხვადასხვა პროდუქტების სახით. ესიერად საქართველოში ნავთობიმპორტიური კომპანიები უშუალოდ ბენზინგასამართ სადგურებზე აწვირებენ ნავთობპროდუქტების ფასს. და მეორე დღესვე იწყება კამპანია, მათ შორის ამ კამპანიაში ხშირად ხელისუფლებაც არის ხოლმე ჩართული, რომ აი გაძვირდა საწვავი და ეგრევე არის ხოლმე არგუმენტად მოშველიებული ის, რომ აუცილებლად ეს ყველაფერი განაპირობა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდამ. და ხელისუფლებასაც როცა კრიტიკული მედია ძირითადად შემთხვევაში ეკითხება ხოლმე, რომ რატო გაძვირდა საწვავი და რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლებაც ამ ერთ-ერთში დაწერილ ასე ვთქვათ message box იმეორებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა და ჩვენ ვართ დამოკიდებული იმპორტზე. მაგრამ როცა ხდება საპირისპირო, აი ბოლო ერთი თვის დინამიკას გადავხედოთ, ხომ? 20%-მდე შემცირდა ნედლი ნავთობის ღირებულება და სადღაც 15-დან 17%-მდე შემცირდა ნავთობპროდუქტების ფასი. ბენზინის, დიზელის და სხვა პროდუქტების შემთხვევაში. თუმცა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი არის უცვლელი. არ შემცირებულა და ამ დროს ხელისუფლებას არ უჩნდება შეკითხვა. ამ დროს ხელისუფლება თუ პირველი შემთხვევაში ბენზინგასამართ სადგურების მფლობელ კომპანიებს და ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შეხმატკბილებულად და ესე ვთქვათ, მაშველი რგოლივით ევლინება, რომ აი იმიტომ გაძვირდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არის მომატება ფასების, რატომ არ რეაგირებს მაშინ, როცა საპირისპირო ხდება, ხო?
მანიპულირება რომ თითქოს და მარაგები აქვთ შეძენილი და ამიტომ ეხა ისინი არიან ამ მარაგების ხარობაში. ეს არის ტყუილი. საქმე არის იმაში რომ მუშაობენ ზემოგებაზე. ეს არის მათი მთავარი ესე ვთქვათ ხვრელი რომელიც მუდმივად აძლევს შესაძლებლობას წლის განმავლობაში ბევრჯერ ხდება ეს სამწუხაროდ რომ მიიღონ ზემოგება ანუ მაშინ როცა შეძენილი აქვს ნავთობპროდუქტები უფრო დაბალ ფასში მოახდინონ მისი ძვირად რეალიზება როცა ხდება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაზრდა და ის მიღებული ზემოგება შემდეგ არანაირად არ აისახება საპირისპირო მოქმედების დროს ანუ თუ ერთის მხრივ მათ არ აქვს ხეჯირებული ხეჯირებას ნიშნავს რომ დაზღვეული ტარიფი არის ტარიფის სტაბილურობიდან გამომდინარე უნდა იყოს ხეჯირებული ანუ საშუალოდ შეწონილი +15 დღე -15 დღე ან +1 თვე -1 თვე რომ ესეთი საერთაშორისო როცა იმპორტ დამოკიდებულია ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე ეს ფასების რყევა არ იყოს ტკივნეული მოქალაქეებისთვის მაგრამ პირველი შემთხვევაში ესე არ ხდება და როცა მეორე შემთხვევაში საერთაშორისო დონეზე ფასები მცირდება ამ შემთხვევაში ისინი ინარჩუნებენ მაქსიმალურად არ ვიცი რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ხო ერთი თვე გავიდა ჩვენ ვერ ხედავთ ბენზინგასამართლად გურებზე რაიმე ცვლილებებს ფასთან მიმართებაში და რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს კიდე რომ ეს ცვლილება იყოს კვლავ ამ მდგომარეობაში ანუ არ შემცირდეს საწვავის ფასი შეიძლება იმასაც ფიქრობენ რომ ეს საერთაშორისო ესე ვთქვათ ფასების ცვალებადობა დროებითი არის და იქნებ გადააგორონ რაღაც პერიოდი რომ მერე ისევ გამოვიდნენ და ისე თქვან რომ აი ისევ გაძვირდა და ჩვენ ვეღარ მოვახერხეთ გაიაფება სინამდვილეში ეს არის ზემოგება იმ კომპანიების რომლებიც არასამართლიანად მუშაობენ საქართველოს ბაზარზე და ამის შესაძლებლობას იძლევა ხელისუფლება ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხელისუფლებას მახსოვს რომ ბერკეტი ეს უწყება რო გვაქვს ანტიმონოპოლიური სამსახურები და კონკურენციის აგენტო ამას იკვლება რამდენიმე წლის წინ და რაღაც იქ კარტელულ გარიგებებზე ლაპარაკობდნენ დააჯარიმეს ნავთობკომპანიები ამ ხელისუფლებაც აღიარა ხო რომ რაღაც გარიგები ხდება ესე გამოდის ეხლა ეს არ არის მარტო ჩვენი ეჭვი ასე გამოდის რადგან დააჯარიმეს ხო კი ჩვენ გვაქვს ეს кейსი კონკურენციის აგენტომ დაადგინა რომ ნავთობიმპორტიორ კომპანიებს შორის არსებობს კარტელული გარიგება მეტიც დააჯარიმა მილიონობით ლარით აღნიშნული კომპანიები თითქოს და ისინი არ გვხვდნენ საქართველოს კანონს კონკურენციის შესახებ თუმცა ეს გავდა რაღაც ერთგვარ მოსაკრებელს ანუ ხარკივით დაუწესა ხელისუფლებამ მათ ეს რაღაც მილიონობით ლარი ჭყალებში ჭკუაზე მოსაყვანად თითქოს და მაგრამ მაგას შემდეგ ჩვენ არანაირი არც საკანონმდებლო ცვლილებები არც რაიმე სახის ანტიმონოპოლიური ღონისძიებები არ გვინახავს ანუ ეს კარტელული გარიგება დადასტურდა ჯარიმის სახით დაიკისრა საურავი ფინანსური სანქცია და ამას რა გაგრძელება მოყვა ანუ გრძელდება კვლავ ისე კარტელული გარიგება და დღემდე კონკურენციის აგენტო დაჯარიმების მერე შეწყვიტეს თუ არა ეს ცუდი საქციელი არ ვიცი ეს არის ხო მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ აი შეუარაღებელი თვალითაც ახლა ამას ჭირდება უკვე მოკვლევა ხო მოკვლევა იმისა თუ რა მოხდა მაშინ როცა გაძვირდა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი და რატო იყო მყისიერი რეაგირება და შემდეგ ჭირდება დღევანდელი მოცემულობის მოკვლევა და შედარება ერთმანეთთან ერთის შემთხვევაში იმპორტიორი კომპანიები თუ იქცევიან სამართლიანად და მეორე შემთხვევაში იქცევიან თუ არა ასევე სამართლიანად და გამოჩნდება რომ ამ შემთხვევაში ნავთობიმპორტიორი კომპანიები მანიპულირებენ საერთაშორისო ბაზარზე გამოცხადებული ფასებით და ცდილობენ რომ თავიანთი კომპანიები ამუშავონ ზემოგებაზე და როცა ჩვენ ვლაპარაკობთ რომ არსებობს კორუფციული გარიგების რისკი ანუ სხვა ახსნა ან სხვა განმარტება ამ მოქმედებას არ აქვს. რატომ დუმს აი კონკურენციის აგენტო, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ, ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი გადასახადებით ფინანსდება, ჩვენ ვხდით ხელფას და რავი სხვა ყველაფერი რაც მათ ჭირდებათ ფუნქციონირებისთვის, რა აქვს იმაზე მეტად მნიშვნელოვანი დღეს, რომ გამოვიდეს და თუნდაც შექმნას პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ მიმართოს იმპორტიორ კომპანიებს ან რაღაც მოქმედებაზე გადავიდეს და დაიცვას მოქალაქეების ინტერესები და რადგან დუმან და რადგან არ რეაგირებენ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მე ამაზე ვსაუბრობ ერთი კვირის წინას ანალოგიური განცხადება მქონდა გავრცელებული, მაგრამ ერთი კვირა გავიდა არანაირი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან არ მოყოლია მათ
შეუძლათ ყველაფერზე ელაპარაკონ. აი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და მსჯელობენ ყველაფერზე. აი რატო ფასების კომისია ხო ქონდათ? ხო, ეს ფასების კომისიაც ქონდათ და რა შედეგი მივიღეთ. აი შექმნეს რაღაცა საიტი, პორტალი, ეკალათაჯი, სადაც სინამდვილეში ეს კომისია შეიძლება შეხვდან ნახოს სად რომელი პროდუქტია ფასდაკლებული. სინამდვილეში ეს კომისია რაც შექმნა, მას შემდეგ ფასები კიდევ უფრო გაძვირდა. იმიტომ რომ ესეთ კომისიებით რეალურად არ ხდება პრობლემის მოგვარება. პრობლემის მოგვარებას ჭირდება კეთილსინდისიერი ხელისუფლება, რომელიც ორიენტირებულია ხალხზე, ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობს და ცდილობს რომ გრძელვადიანად გადაჭრას კონკრეტული პრობლემები და არა უკვე დამდგარი შედეგი, რომელიც არის პრობლემა, ილაპარაკოს ამ პრობლემას. ფაქტობრივად რა გააკეთა, ხო? ხელისუფლება შექმნა კომისია და იმ პრობლემაზე, რომელიც ისაც ხალხს აწუხებს და ისაც ყოველთვის ცნობილია, ამაზე საჯაროდ უბრალოდ იმსჯელეს. რომ თითქოს და არ იცოდნენ, რომ დაიბარეს იმპორტიორები, დისტრიბუტორი კომპანიები, ასე ვთქვათ, მარკეტის ქსელის მეპატრონეები და რაღაც დისკურს, ანუ შოუ დაგვიდგეს და უბრალოდ ხო, ნავთობკომპანიებიც იყო, ხო, მიწვეული? კი, მათ შორის ნავთობკომპანიებიც იყვნენ, მაგრამ არანაირი კონკრეტიკა, არანაირი მოქმედება და არანაირი რეაგირება სინამდვილეში ხელისუფლებას არ გაუკეთებია იმისთვის, რომ გრძელვადიან. ხო, მართლა საინტერესოა რა შედეგი დადო. გარდა იმისა, რომ რაღაცა ახლა პოვრის საიტი შექმნეს, სადაც რამდენიმე და ეს რა საინტერესოა, საიტზე რო შეხვალე, მაგალითად ცხოვრობ გლდანში და აღმოაჩინე, რომ რაღაც ფასდაკლებული პროდუქტი არის დიღმის იმაში და იქ უნდა გავარდე კვერცხის საყიდლად 20 თეთრი განსხვავების გამო თუ როგორ არის აქ? ეგ არის თავიდან ბოლომდე კომერციული ამბავი, ამას ისედაც აკეთებდნენ ის კომპანიები, რომელი კომპანიების ეგრეთ წოდებული მარკეტები, ან ფასდაკლების კამპანიებს, იმიტომ რომ კონკრეტული პროდუქტები, რომელსაც აქვს კონკრეტული ვადა, ანუ მათი ფასი არის ჰეჯირებული და თავიდან თუ აქვს 20 დღიანი ვადა კონკრეტულ პროდუქტს, ან 1 თვიანი ვადა, ანუ 25 დღე ის იყიდება მისი რაღაც საბაზრო ღირებულები და როცა დარჩენილია 5 დღე და იცის 5 დღის შემდეგ ის პროდუქტი უნდა გადააგდოს, ან მსგავსი რაღაც უნდა მოხდეს, განადგურდეს. მინ 5 დღეში ის უკვე გადის აქციაში, ფასდაკლებაში და ეს ახლა манипуляციებით ამით თუ უნდათ რომ საზოგადოება ეს ისიც ხდებოდა და ყველამეც სუპერმარკეტებში დადის და ვინც რაღაცას ყიდულობს, რომ ეს აქციები მუდმივად არის, ფასდაკლების აქციები სხვადასხვა მარკეტებში და ეს ნამდვილად არ არის ამ კომისიის შედეგი. კომისიის შედეგი იქნებოდა რომ რაღაც ისეთი ფუნდამენტური მომხდარიყო, რომ ის პრობლემების იდენტიფიცირებას ვერ მოახერხეს. ანუ რატო არის საქართველოში ძვირი დღეს სხვადასხვა პროდუქცია, ამის დაიდენტიფიცირებაც ვერ მოხდა. ამას პასუხიც ვერ გასცეს. იყო ხელის გაშვერა, რომ აი თითქოს და დისტრიბუტორების ბრალია, არა იმპორტიორების ბრალია, შემდეგ დააბრალის თვითონ სუპერმარკეტებს, რომ რაღაცა კეშბექები არის. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ გავიგეთ, რატომ არის ძვირი საქართველოში სხვადასხვა პროდუქცია სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ამის მთავარი საფუძველი არა ჩვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი სყიდველთუნარიანობა არის დაბალი. ანუ ჩვენთან არიზდება ეკონომიკა, არიზდება შემოსავალი, არიზდება თვემდე ადამიანის ხელფასი და ამიტომაც ეჩვენება ძვირად გაძურებული პროდუქცია, ანუ სენსიტიურია და გრძნობს. წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რომ გაორმაგებული ხელფასები გქონდეს, გაზრდილი ეკონომიკა იყოს, უფრო მეტი შემოსავალი იყოს, ანუ ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული იმპორტზე და იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ფაქტობრივად ძალიან სენსიტიურად განიცდის ხოლმე ნებისმიერ ფასთა მატებას, მაშინ როცა ნავთობპროდუქტების ფასი ძვირდება, ლოგისტიკა ძვირდება, გადაზიდვა ძვირდება და ჩვენთან ხელფასი არ იზრდება. აი ეს არის სინამდვილეში პრობლემა, ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, არასწორი ხედვა ეკონომიკური, არასწორი ზოგადად პოლიტიკა, რომელსაც ისინი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ატარებენ. საბოლოო ჯამში მივყავართ ამ შედეგებამდე, როცა არ შემოდის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, არ ხდება ქვეყანაში მნიშვნელოვანი დოვლათის შექმნა, დამატებითი ღირებულების შექმნა და მხოლოდ ფიქტიური კომპანიები რეგისტრირდება. დღეს იყო თქვენს ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე განთავსებული ინფორმაცია, რომ 4000-4000-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა ბოლო 5 თვეში და სინამდვილეში ეს რუსული კომპანიები არა რუსული კაპიტალი, ან რუსული ინვესტიცია, ეს არის ფიქტიური კომპანიები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდონ დასავლურ სანქციებს. ერთგვარი შუამავარი ფინანსური რგოლები აქვს შექმნილი, რომ თავიანთი პროდუქციის პარალელური იმპორტის გამოყენება მოახერხოს საქართველოს იძლევა ხო ხა ეკონომიკურს დაგვაქვს მე მაღალი და ციფრებში კარგად გამოიყურება.
ანუ შედეგი არის რა, როცა ამ ფულს აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, როცა ქვეყანაში შემოდის, ხო? ფულის მიზნობრიობა რა არის, რომ იქნება საწარმო, ხდება კონკრეტული დამატებითი ღირებულების შექმნა, რომელსაც მოყვება სხვადასხვა პროდუქციის შეძენა, სამუშაო ადგილის შექმნა. ეს ანიშნავს ეკონომიკას, რომელიც პირდაპირ არის ინკლუზიური, ანუ იშლება მოქალაქეებზე უშუალოდ ის, რომ საქართველოში შემოვიდა ვიღაც კონკრეტული რუსი, რომელმაც და ამ შემთხვევაში ანუ ეთნიკურად ამას არ აქვს მნიშვნელობა, რუსი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე. და საქართველოს საბანკო სისტემას იყენებს უბრალოდ იმისთვის, რომ კონკრეტული ფინანსური ტრანზაქციები მოახდინოს და ეს შეიძლება ეკონომიკურ პარამეტრებში აისახებოდეს, მაგრამ რეალურ ეკონომიკაში ამას არანაირი დამატებითი ღირებულება არ აქვს და ეს არ ქმნის არანაირ დოვლადს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს არის პრობლემა. მაშინ როცა ჩვენ ძალიან დიდი შესაძლებლობა გქონდა, როცა სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთი და დაუწესდა დასავლური სანქციები, უამრავი კომპანია, იქნებოდა ეს ევროპული კომპანიები, ამერიკული კომპანიები, ბრიტანული კომპანიები, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილები სამწუხაროდ რუსეთში, იმიტომ რუსეთი 22 წლამდე იყო მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორი დასავლური სხვადასხვა მნიშვნელოვანი კორპორაციების და ფაქტობრივად ერთგვარი ხაბი იყო რუსეთი და მოსკოვი მთელი ან ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, მათ შორის კავკასიის, იქნება აღარ ჩამოთვლიან კომპანიებს, რომელი კომპანიებიც იქ ოპერირებდნენ, მათ შორის წარმოების ნაწილში, გავიდა თითქმის 90% ამ კომპანიების ბაზიდან გავიდა და საქართველოს ვერც ერთი კომპანიის დარწმუნება ვერ შეძლო, რომ იყო ალტერნატიული პლატფორმა, რომელიც უახლოვდებოდა ევროკავშირს, ევროკავშირთან დაახლოებული სტანდარტები ჰქონდა, არ იყო სანქციების ქვეშ და მოეზიდა ეს კომპანია, რომელიც კონკრეტულ შედეგს მოიტანდა მართლა ეკონომიკისთვის, შექმნიდა სამუშაო ადგილებს და მნიშვნელოვნად დაეთყობოდა ეს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ როცა კონკრეტული ინვესტიცია შემოდის, ანუ იქ მაქსიმალურად ხდება ინკლუზიურად შემდეგ ამ ინვესტიციის გაშლა, იმიტომ რომ მათ ჭირდება მომსახურება, მათ ჭირდება სერვისები, მათ ჭირდება შემდეგ კვალიფიციური მუშახელი და ასე შემდეგ და მივიღეთ რა ამ კომპანიების ნაწილს, რომელსაც დიდი ნაწილი წავიდა ბაქოში, წავიდა აზერბაიჯანში, წავიდა ყაზახეთში და საქართველოში ფაქტობრივად, მათ შორის ბულგარეთში, რუმინეთში, აი მთელ სარტყელზე, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის სარტყელზე, თითქმის ყველა ქვეყანაში გადანაწილდა ეს კომპანიები და საქართველოში თითქმის არც ერთი არ შემოვიდა. ხო, სამწუხარო რეალობა, ნამდვილად. მადლობა დიდი, ვასო ურუშაძე იყო ჩვენი სტუმარი, ერთიანი ნაციონალიზრობის წევრი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა, რეზიუმე, მე ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ შვიდის ნახევარზე შევხვდებით ისევ ერთმანეთს.